აბა როგორ ხართ ძლიერი სქესის წარმომადგენლება, რაღაცა დიდი ხანია თქვენთვის კონკრეტულად ყურადღება არ მომიქცევია და გაშლა არ ჩამიწერია და დღეს მოკლედ ვნახოთ რა ხდება თქვენთან, რა ამბებია, რას აპირებთ, რა კაია ხო, მე რო გეუბნები თქვენ რას აპირებთ და რა როგორ იქნება, მაგრამ ძალიან ხშირად არის ხოლმე სიტუაციები, როცა ადამიანები საკუთარ თავსაც უმალავენ, რა უნდათ, რას აპირებენ და ზოგადად საკუთარ ცნობიერსაც ვერ ეხსნებიან. ამიტომ მოდით ვნახოთ ტარო რას მოგყვება თქვენს შესახებ, რა ამბავს გვიამბობს, რა დგას გზაზე, რა მიდის და რას შეიძლება ელოდოთ უახლოეს პერიოდში. პირველი მეორე ვარიანტი, დასტებით გავაკეთოთ ვარიანტები, ინტუიციურად რომელი დასტისკენაც გაგწევთ გული, ის დასტა აირჩიეთ, პირველი არის ფსიქორიენსის ტარო და მეორე არის შუშის ტარო და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვნახოთ ვისთვის არის გაშლა. ნახოთ, ვისთვის არის გაშლა, ამას მაინც აგერასე დავდებ. ასეთ მამაკაცები კიდე არსებობენ? ხო, არა, სისულელია. შეურაცხყოფას ნამდვილად არავის ვაყენებ, უბრალოდ იმდენად თბილი არკანია და იმდენად არ ვიცი, გულწრფელი და იმდენად სწორი, რომ სამწუხაროდ დღესდღეობით რა ისტორიებსაც ვისმენ, ძალიან არ ყავს და მხოლოდ ამიტომ აღმოხდა ხმამაღალი ფიქრი. ორიენტასებით ვინ ხართ თქვენ? აგერასე დავდებ ამავე დასტის ყუთთან და ვინ ხართ თქვენ? ძალიან გამგები, ძალიან მზრუნველი, ძალიან თბილი ბუნების ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის ხვის დასახმარებლად, ადამიანი, რომელიც სხვათა შორის არ მალავს თავის გრძნობებს, ადამიანი, რომელიც, როგორ გითხრათ, სიყვარულის გარეშე ცუდად არის, ემოციების გარეშე ცუდად არის, ხო? ადამიანი, როგორ გითხრათ, ნებისმიერ სიტუაციას რომ შეესაბამება და შეეთავსება, ყოველ შემთხვევაში თვითონ ორიენტირებულია იმაზე, რომ კომფორტი შექმნას და ნაკლებად იყოს ხოლმე მის გარშემო კონფლიქტური ენერგიები. არ ვიცი, შესაძლოა რაღაცა ისეთ სფეროსთან გქონდეთ კავშირი, რაც ძალიან ბევრ კონტრაქტს, ხელშეკრულებას და ასე შემდეგ გულისხმობს, საოფისე საქმიანობა, არ ვიცი, ადმინისტრაციაში მუშაობდეთ, არ ვიცი, ხელმძღვანელი იყოთ რაიმე დაწესებულების, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, როგორი ადამიანი ხართ, იცი, ძალიან კარგი ურთიერთობები რომ გიყალიბდებათ კოლეგებთანაც, მეზობლებთანაც, ახლობლებთანაც, ძალიან კომფორტული, მოკლედ ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ, ძალიან კომფორტული, კეთილი და დადებითი ენერგიების მატარებელი ბატონი ბრძანდებით. ახლა ვნახოთ ამ წუთას რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, რა კი პირადზე გვაქვს გამახვილებული, ხო, ყურადღება, რა ენერგიებში ხართ, გაცრავად. რა დგას გზაზე, ანუ რა შემოდის, ან ვინ შემოდის და უახლოესი ენერგიები თქვენი სიტუაცია როგორ იქნება ამ ყველა ფერთან ერთად, ხო, ამ ყველაფრის ფონზე. ნახოთ ახლა როგორ ხართ და როგორ გრძნობთ თავს. ხო, თასების რაინდი, ზომიერების არკანი და თასების პაჟი. ემოციები ჭარბობს. არ ვიცი, ვინმესთან ხართ ახლა დისტანციაში, ადამიანთან, რომლის მიმართაც დღესდღეობით აბსოლუტურად ცოცხალი გაქვთ ისევ გრძნობები, აბსოლუტურად ჯანსაღია, გენატრებად კიდეც და ძალიან ხშირად შეიძლება, არ ვიცი, ისეთი ემოციები მოგდიოდეთ, რომ თავს ძლივს იმაგრებდეთ და იკავებდეთ, მაგრამ რაღაცა მიზეზების და გარემოებების გამო დღეს თქვენ შესაძლოა ამ ადამიანთან იმყოფებოდეთ უბრალოდ დისტანციაში. ყოველ შემთხვევაში დაკვირვების მომენტში იყოთ და ეძებდეთ გარკვეულ ბალანსს, კონკრეტულ მოცემულობასა და მდგომარეობის მიხედვით. და ამავდროულად ისევ განახლებას ფიქრობდეთ რაღაცის. ვნახოთ ახლა აბა რა დგას თქვენი ცხოვრების გზაზე. ჩემო კარგო ადამიანებო, არ გამოვრიცხავ, თქვენ ბრძანდებით და ოჯახებული ადამიანი, რომელსაც თქვენი
საკმაოდ ისეთი შემდგარი ცხოვრება უკვე გაქვთ მატერიალურადაც, საკმაოდ კარგი საძირკველით, მათ შორის ოჯახიც, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა შვილიშვილებიც გყავდეთ, შვილები გყავდეთ, მაგრამ მეორე მხრივ ხართ შეყვარებული. აქ დარწმუნებული ვარ, ან შეყვარებული ხარ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, ანუ მეორე მხრივ ემოციებით ხართ სავსე. ოღონდ ეს ამას არ ეხება. ანუ გაყოფილი ენერგიებით ხართ ორ ადამიანს რომ გააერთიანებს, ხო, ერთი სხეული აი დაახლოებით ეს მომენტში. და განკითხვის არკანით დღეს ძალიან ღრმა, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციას გადიხართ. რას უკავშირდება ეს ერთი აბა ვიკითხოთ, მაინც კიდევ დავაზუსტო მე რაც ვფიქრობ და რაც უნდა ვთქვა. სანამ გავაჟღერებ, კი ბატონო, ვთქვი. ასეც არის, თქვენ გყავთ გვერდით თქვენი პენტაკლების, აი. ბიჭებო და ბატონებო, არ ვიცი, ვინც მიყურებთ. ხომ თქვენს თვალწინ ავჩეხეთ და თქვენს თვალწინ ამოვიღე, ნახეთ. King of Cups, Queen of Cups, თასების დედოფალი და თასების მეფე, King of Pentacles and Queen of Pentacles. ნახეთ, როგორ წყვილში დასხედით. აქეთაც და იქეთა მხარესაც და შუაში გაქვთ სამსჯავროს არკანი. რა საინტერესო კომბინაცია, აი არ ვიცი, ეს რომ ალბათ პირად გაშლაში მქონოდა, ამდენად არ გამიკვირდებოდა, მაგრამ საჯაროში ნეტავის ენერგიები დავიჭირე ასე და ამნაირ. აი მეგობრებო, არ ვიცი როგორ უნდა ავხსნა კი ვიცი, მაგრამ ანუ რანაირად უნდა მოვიტანო თქვენამდე. წარმოიდგინეთ რა. ცენტრალური არკანი სამსჯავრო მიანიშნებს, რომ რაღაცა გადაწყვეტილების პერიოდი დაგიდგათ. ან განახლების და რეალური, ასე ვთქვათ, სიტუაციის დაჭერის დრო, ხო? სიმართლისა და სულიერი გამოღვიძების მომენტი გაქვთ. ანუ არჩევანი გინდათ არ გინდათ უნდა გააკეთოთ აქ და ახლა. ერთ მხარეს სტაბილური წყვილია, მეორე მხარეს გახლავთ არასტაბილური, ხო? უფრო ისეთი ურთიერთობა, სადაც არც შტამპია ფუცელზე და არც ლითონის სტრეთითზე, მაგრამ სამაგეროდ არის გრძნობებით სავსე, ემოციური, არ ვიცი, აი ადამიანი, რომელთანაც შეიძლება წარსულია და დღეს ურთიერთობა არც გაქვთ, მაგრამ სასწაული ენერგეტიკული ბმა გაქვთ, აი არ ვიცი, როგორ ავხსნა, იმდენად ნეტა იმის მიასეც გრძნობდეთ ახლა თქვენ, რა ემოციებიც ჩემამდე მოდის და რა ინფორმაციაც ჩემთან მოდის. ერთი ვინც გიყვართ და დღესაც გიყვართ და გიყვარდათ და გიყვართ და არ ვიცი, აქ ისეთი ენერგიებია, რომ ალბათ სავარაუდოდ კაიხანს გეყვარებათ კიდე თუ მთელი ცხოვრება არა და მეორესთან ვისთანაც გაქვთ ფინანსური ვალდებულება, გაქვთ არ ვიცი, ტრადიციული ვალდებულება, ღირებულებითი ვალდებულება და ვთქვათ ყოველდღიური რუტინა ვისთანაც გაკავშირებთ. ანუ თქვენს უახლოესი ცხოვრების პერიოდში დადგება აი ეს დილემა, რა ავირჩიო, საით წავიდე და როგორ რა გავაკეთო. აი თქვენ ამ ყველაფერში როგორ ჩამხართ მომავლის ფაზლში აბა ვნახოთ. ხო, ოთხიანი პენტაკლები, ხმლების მეფე და სამიანი პენტაკლები. მეგობრებო, გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ ყველა შემთხვევაში და ნახეთ იგივეს მეუბნება უბრალოდ სხვა არკანებით. ძველს და ახალს შორის სამიანი პენტაკლები თქვენ ისეცით, რომ ახალის დასაწყისი, ახალი გზებია, ახალი შესაძლებლობებია, ოთხიანი პენტაკლები იცით, რომ ძველთან ჩაფხა უჭება, ძველზე მოჭიდება და რაღაცა ჩარჩენა იქ, რაც არ გკლავთ, მაგრამ გაძლიერებთ, ხო? აი ძალიან უტრირებულად რო ვთქვათ. არ ვიცი, ისეთი ვარიანტია ეს პირველი, ვინ მიყურებთ, როგორ მაინტერესებთ, აი არ ვიცი რა. ვინ ერთიერი მამაკაცი კი ვიცი, ვინც ხართ, მაგრამ არა, ისინი არ უნდა იყოთ აქ. ისინი არ უნდა იყოთ აქ. და ნახეთ რა, ბედის პორბალე. ისეთი საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, მეგობრებო, აი თქვენ თვითონაც რომ ვერ წარმოიდგენთ. ძალიან დიდი ბედის მიწისძვრის წინაშე დადგებით. ძალიან სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, ანუ აი ან მოკლედ ისევ ერთსა და იმავე ციკლზე იაროთ, ან საბოლოოდ შეცვალოთ თქვენი ბედის ვექტორი. ნახეთ რა საინტერესოდ ჯდება ცხრიანი პენტაკლები, ცხრიანი თასები, ანუ სტაბილურობა და ემოციები. ну აი შუაში ოცნებები, შუაში გეგმები, შუაში ასე ვთქვათ მიზნები, 10-იანი თასები. Nine of Swords, Six of Pentacles.
the world. მოკლედ, ახლა მომისმინეთ, ისეთი არკანები ამოვიდა აქ, ჩემით რომ ეძებნა შეიძლება ასე მალე ვერ მეპოვა. ისეთი კარმული ენერგიები მოდის, არ მეყვარს ამ სიტყვის ხშირად თქმა ხოლმე, მაგრამ ნუ მოდის და რა გავაკეთო, იგრძნობა. ბედის ბორბალი, სამყაროს არკანი, სამსჯავროს არკანი. გინდათ, არ გინდათ, მოგიწევთ თქვენ ერთი ციკლის დახურვა, ერთი ციკლის ჩახურვა და ახალი თავის დაწერა. და ეს ახალი თავის დაწერა იქნება თქვენი ხელახალი დაბადება აბსოლუტურად სხვა ფორმატით და სხვა ცხოვრებით. წარმატებები შემიძლია გისურვოთ ერთადერთი ამ რთულ გზაზე, მაგრამ მეგეთ რომ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, იმიტომ რომ ან უნდა აირჩიოთ ცხოვრება თქვენს გარეშე, მატარებელი, რომელშიც მესაჭეც არ ახართ, არ ვიცი, შეიძლება საერთოდაც მესაჭის გარეშე მიდიოდეს და სად გადავარდება კაცმა არ იცოდეს, ან უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი. აი ამ დილემის წინაშე დადგებით. ნუ აქამდე ციდაკით დიდი ეჭვი მაქვს, მაგრამ ახლა ცხადად, აი აბსოლუტურად სხვა ენერგიები მოდის. შეიძლება წლობის წინ ჩახურული ფურცელი განახლდეს. და გრძნობა განახლდეს. ახლა ნახოთ მეორე ვარიანტი, აბა მიხართ. და რა გინდათ და რა ამბავს გვიყვებათ არა. რა გინდათ და რა ამბებს გვიყვებათ არა. დედა რა არეულები ხართ, დასტას ნახეთ რა დაემართა, ესე იგი სად რა გადაფრინდა, სად რა გადმოფრინდა. ნახეთ რა. აბსოლუტურად დალაგებული, გაწმენდილი, დასუფთავებული. დასტით მოვედი და თავზე დამაყარეთ ყველაფერი. რა წესია? მინიმუმ რაღაცა ისეთი მამაკაცური ეთიკის თემა. მაგრამ რა სიზავთ თქვენს, რა თქვენი ბრალია ესეთ ენერგიებში ხართ, ფაქტია. კაი, ხუმრობა იქით იყოს ჩემო კარგვა და ნახეთ, აი თავისი ცვიო არკანები გეუბნებით, არ ვიცი, მიხართ ორიანი პენტაკლები და ცხრიანი კვერთხები. აუ, ჩიხულ, ჩაბარიერებულ, ჩაღობილ, ჩაგისოსებულები. ბრძოლი დაღლილები, ნერვიულებელები, აი აღარაფერი აღარ გინდათ, აღარაფერი აღარ გაინტერესებთ, ახლა დამანებეთ თავი ყველა, მე უნდა დავისვენო, აღარც იმისი რესურსი მაქვს, რომ გზა გავაგრძელო, აღარც იმისი რესურსი მაქვს, რომ ვიფიქრო, არა და რეალურად ორი გზა მაქვს წინ, ორი არჩევანი მაქვს, ჩემი თავსატეხი მყოფნის და გეხვეწებით ზედმეტად ნუ შემაწუხებთ. აი ხარ გავაჩერო გაშლა. ხომ არ გავაჩერო გაშლა თორე თქვენ, მე მგონი მაქედან ისეც დამართებთ თქვენი ენერგიებით, რომ რა ვიცი. მეც ასაწყობი და შესაგროვებელი თუ გავხდი, სულ თქვენი ბრალი იქნება მერე. რა ენერგიებში ხართ და როგორ მაინტერესებს ახლა რა ხდება თქვენს თავს. რა ენერგიებში ხართ მეგობრებო და იმისთან ამიქარული გაქვთ ცხოვრებაში. რა ვიცი, ამას თუ გამოასწორებთ აწი ფრიაც დაგიწერენ თქო ვერ გეტყვით, მაგრამ სამიანზე მაინც თუ გამოასწორებთ თქვენ სიტუაციას, მოკლედ კაი იქნება. მოკლედ და კონკრეტულად თქვენ საკუთარ სიყვარულს, საკუთარ გრძნობას, საკუთარ ემოციებს გაეკეცით, თანით როგორც ჩუმად გაეკეცით, რომ აი აბსოლუტურად არაფერი არ თქვით, არაფრის ღირსად არ ჩააგდეთ ადამიანებისგანაც თქვენ წახვედით. არც გამარჯობა, არც გაგიმარჯოს, არც კარგად იყავი, არც მჭირდები, არც მოგდე, აბსოლუტურად არაფერი, რასაც ქვია გაიპარეთ ინგლისურად. წახვედით, არ ვიცი, სადღაცა თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაში, სადაც სტაბილურობა იყო, სადაც თქვათ უფრო მშვიდი გარემო გეგულებოდათ და თვლიდით, რომ იქ იყო თქვენი ადგილი და იქ უკეთესი იყო, ასე ვთქვათ. და აბა მომიყევი, მე რა ენერგიებში ხართ, აბა ახლა. ხო, აქაც იგივე სტაბილურ ამბავს, კლასიკურ ამბავს მიყვებით. სიყვარულიდან გაიქეცით, არც პირველი ვარიანტი ხო არ გადამოხვედით და მეორე ვარიანტს ისევ თქვენ ხო არ უყურებთ. საოცრება, არ ვიცი, აი გადაახვიეთ პირველი ვარიანტი, იქაც პენტაკლების მეფე მეჯდა ერთ მხარეს და მეორე მხარეს მეჯდა თასების მეფე. ოღონდ იქ ცოტა უფრო სტაბილური და ნორმალური ენერგიები ტრიალებდა და აქ ძალიან ერთ-ერთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში რა არც იტყვიან, ფინთად გაქვთ ძალიან საქმე და ფინთად ხართ ძალიან წასულები და გამოსულები. ხო, ძალიან არ მომწონს ეს ენერგიები.
მოსაჩეთში გაქვთ თმა, მაგრამ რა ვიცი, ალბათ მოგჩეჩეს კიდეც, თორე ახლა აქ არიჯდებოდით და ტაროს არ უყურებდით დამერწმუნეთ. ნახეთ როგორი მომენტია, წახვედით თქვენ სტაბილურობაში, სადაც იყავით პენტაკლების მეფე, სადაც ყველაფერს მართავდით, სადაც უფრო სტაბილურობა იყო, დამიწებული იყო ენერგიებიც, საძირკველიც და ასე შემდეგ და გაიქეცით ამ სიტუაციას. მე როგორ ხართ ახლა? ხო, გაიარეთ ეს ტრანსფორმაცია, დატოვეთ ძველი უკან, ისე მცა. ფერც არ დაგიტოვიათ, მეგობრებო. ვერ დატოვეთ. იმიტომ რომ ის კავშირი ისევ ცოცხალია. ნახეთ რა არკანები ამოდის, სიკვდილის არკანი, იეროფანტის არკანი და სამყაროს არკანი. შინაგანი თქვენი სინდისი ვერ ისვენებს. არ ხართ სუფთა, ზუსტად იცით რომ სადღაც რაღაცა ძალიან გააფუჭეთ, ძალიან ატკინეთ ვიღაცას და ზუსტად იცით რომ რაღაცა ციკლის დასრულების დროა, უნდა ბოლოს და ბოლოს ან ისე ჩახუროთ, ან ასე ჩახუროთ. მოსვენება გაქვთ სრულიად დაკარგული. ნახეთ რა, აი მზის არკანი, ესე იგი კიდევ ერთხელ მეორებ რომ მეძებნა ასე ყველა უმაღლეს არკანს და კიდევ ღმერთო ჩემო ეტლის არკანი ვერ ამოვქეკავდი. ვერაფრით ვერ ამოვქეკავდი, ასე გულით რომ დამებოდა. სწორად მომდაბრუნებას ფიქრობ, რა თქმა უნდა და მთვარის არკანი კიდე, არ ვიცი, აი გეუბნებით სხვადასხვა მხრიდან ვიღებ და ამდენი უმაღლესი არკანი ერთად, ну აი არ ვიცი, იმიტომაც იყავით აი დღეში, რა დღეშიც იყავით და რა ენერგიებიც მე დამაფარეთ თავზე. ნახეთ მეგობრებო, მთვარის არკანი და მზის არკანი ერთად. ხომ გეუბნებით ერთ მხარეს გეკაჩებათ ის ტერიტორია და ის სივრცე, სადაც გამარჯვებული ხართ, სადაც აღიარებული ხართ, სადაც გაქვთ ოჯახი, სადაც გაქვთ თქვენი კერა, სადაც სინათლეა და სადაც პრინციპში ხედავენ ძალიან შემდგარ ადამიანად, მაგრამ მეორე მხრივ მოკლედ ძალიან გაწუხებთ სინდისი, ძალიან გაურკვევლად ხართ, აი თითქოს ეჭვიანობთ, შიში გაქვთ, მოკლედ ერთი გულის ერთი ნაწილი მთლიანად თავიდან ბოლომდე არის დაკავშირებული წარსულთან. თქვენ ტრანსფორმაცია ვერ გაიარეთ, ვერ ჩააბარეთ ყველაფერი სწორად და ვერ ჩახურეთ. ციკლი აქ დასრულებული არ არის. ვინ არის ის ქალი? ნახეთ, აი ისევ ის ვნებები გენატრებათ, ისევ ის მაგნიტური ენერგიები გიზიდავთ იმ ქალის მიმართ, ვისთანაც თქვენ თასების მეფე იყავით და აგერ აქ უკვე თასების კვერცხების მეფით ამოდიხართ უკაცრავად. სასწაული ემოციები გაქვთ, ანუ იმ ქალის გახსენება და მაპატიეთ მთელი სხეული შეიძლება აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადადის და თქვენი ფსიქიკა და თქვენი ცნობიერი აბსოლუტურად სხვა ფორმატის ასე ვთქვათ სტრუქტურის წარმოდგება. არ ვიცი, აქ ისეთი საინტერესო და აგერ გითხარით. ნახეთ, ის ქალი ისევ არის თქვენს, მასთან ისევ წყვილად მოიაზრებთ თავს. ძალიან გავს პირველ ვარიანტს, უბრალოდ აქ ცოტა სხვა განმასხვავებელი მახასიათებლები და პასაჟებია. ვერ დაამთავრეთ, ვერ დატოვეთ სიკვდილის არკანით ყველაფერი წარსულში, ვერ გადაასხვაფერეთ, ანუ ვერ უშველით ვერაფერი საკუთარ თავს და დღეს ისევ დილემის წინაშე დგახართ. დღეს ისევ ხვდებით, რომ ერთი მხარეს არის ოჯახი და ოჯახური თემები, ნახეთ, დასაბალანსებელი გაქვთ ოჯახი და სიყვარული. ის სადაც გაქვთ აბსოლუტურად აი უპირობო, როგორ გითხრათ, აი სასწაული გრძნობა განცდა, სადაც ისე გიგებდნენ, რომ აი ახსნაც არ გჭირდებოდათ არაფრის, თქვენ ადამიანთან იყავით და უბრალოდ ოჯახია, სადაც გაკავშირებთ რაღაცა ჩვეულებრივი, არ ვიცი, რაც გაკავშირებს ხოლმე, ხო? და გცდილობთ, რომ აქ ბალანსი დაიცვათ, მაგრამ ეს ბალანსი რამდენად გამოგდით, არ ვიცი. ვერ გამოგდით. სულ დაკვირვების მომენტში ხართ იმ ადამიანის მიმართ, ვინც თქვენი წარსულიდან იყო. ძალიან გინდათ დაბრუნება. აი არ ვიცი, უცებ იმპულსურად შეიძლება აინთოთ და თქვათ, რომ მოდი მე წავალ და ვნახავ, შეიძლება მიხვედით კიდეც არ ვიცი და ესადაც მის ნახვას მუშაობთ, ისევ იმ ადამიანზე ფიქრობთ. სულ ორ გზაზე ხართ რა. ზუსტად იცით, რომ ის მეორე გზა ვერ ჩახურეთ, ვერ ჩაკეტეთ და კარი ისევ ღიაა. ხელახლა გინდათ ყველაფრის დაწყება, ნახეთ ახლიდან გინდათ. ეს რას უკავშირდება?
ოჯახში, სადაც ხართ, ძალიან ცივი ენერგიები ხართ. იქ ვერ გრძნობენ თქვენ სითბოს, ვერ გრძნობენ. აი უბრალოდ როგორი მომენტი გაქვთ, იცით, რომ არ გეთმობათ ის უკვე შემდგარი ყველაფერი, ხო, სადაც თქვენი ინვესტიცია ჩადებული, თქვენი რესურსია, სადაც თქვათ რაღაცა გარიგებებია ოჯახური, ხო, ნათესაური, იქ რაღაცა ვალდებულებები გაქვთ მეუღლის ოჯახის წინაშე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მიჯაჭვულობა რას უკავშირდება, მანახე? ეს მიჯაჭვულობა უკავშირდება იმ ადამიანს, რომელთანაც გქონდათ, რომლისგანაც უფრო სწორედ ძალიან არასწორად წახვედით სტაბილურობისკენ. რომლისგანაც გამოიპარეთ, აი სადაც ეს ძალიან ისეთი მსუბუქი ემოციები გქონდათ და რომელთანაც დღეს ხართ დისტანციაზე, რომელიც დღეს თქვენთვის უბრალოდ ოცნების ობიექტია, ფიქრის და სიზმრის ობიექტი და მეტი ვერაფერი ვერ დარჩა. და ხართ განდეგილში, აი ოჯახშიც ხართ, მაგრამ არა ხართ ვაიმყოფნას. რა საინტერესო, რატო იწამებთ ეგრეთ თავს, ღმერთო ჩემო. სულ ინფორმაციას ეძებთ იმ ქალზე, მაგრამ ვერაფერს ვერ პოულობთ. ამ ქალს რო გითხრათ, რომ ბლოკებში ყავხართ, არ ყავხართ ბლოკებში, მაგრამ თქვენ თვითონ გაქვთ რაღაცა ბლოკები წარმოსახული ამ ქალთან დაკავშირებით და აი რამის სიკვდილის ტოლფასია ის ყველაფერი თქვენთვის, რომ ეს ემოციები აღარ გაქვთ, რომ ეს ქალი თქვენს გვერდით აღარ არის. გინდათ ახლის დაწყება, უყურებთ ახალ ჰორიზონტს, მაგრამ ის ქალი თქვენთან ის უკვე ხმლების დედოფალი, ანუ ის უკვე აღარ არის ის თასების დედოფალი და ის კვერთხების დედოფალი, რომელიც თქვენს დანახვაზე ინთებოდა და აბა რაღაცა ფისოსავით გელამუნებოდათ ხან ხელზე, ხან ფეხზე და ხან კისერთან, ხო? და შემოგციცინებდათ, რომ აბა რა როგორ და რანაირად დღეს აბსოლუტურად თავის თავში დაჯერებული ქალია, იცის საკუთარი თავის ფასი და ზუსტად ახსოვს როგორ მოეკეცით. ხო, ისე რომ თქვენ უბრალოდ ოცნებები დაგრჩენიათ, რა ვქნა მეგობრებო. რაც იმანიპულაციავეთ, რაც იმაიმუნეთ ბრჭყალებში, რაც უთქმელი სიტყვები არ თქვით, ან თქვით სპეციალურად, რომ ის გაგემწარებინათ და ვითომ ამით უფრო მაგარი კაცობა და ბიჭობა გამოგდიოდეთ, რეალურად აი ამ დღეს ჩაგაგდოთ თქვენ ამ ყველაფერმა. კიდევ ერთხელ უკაცრავად ბოდიში მომითხოვია თქვენთან, მაგრამ რა გავაკეთო აგერ. უბრალოდ ერთი მომენტი გაქვთ, რომ ჯერ ეს ყველაფერი კიდე წაქცეული არ არის, უარეს დღეში ხართ. აურეთ დავდიქიგეთ ხასიათზე შემოგელახებით რომელიღაცას ნახეთ. ხუთიანი თასები თქვენ იცით რომ როგორც წესი ეს არის ხოლმე დამსხრეული თასები, დაღვრილი სითხე და მოკლედ ყველაფერი გაფუჭებული და დანგრეული. წარსულს ჩაბარებული და მოკლედ თავში შემორტყმული ზის ადამიანი და ვერ გავგე რა ქნას, ხო? ზუსტად იცის რომ დაღვრილ სითხეს უკან აღარ ახიკავს, მაგრამ თქვენ აქ თვალდუარი სიტუაციაში ხართ. თქვენ ეს სითხეც არ გაქვთ დაღვრილი, ჯერ ისევ აგერ ასე გაქვთ ყველა სავსე ჭიქა ხელში, ვერ ძღვრით, ვერ სვამთ და ხართ ასე, მოკლედ რო იტყვიან. დაბნეულ გაბნეული. ვის მიუტანოთ ეს ჭიქა და ვის დაალევინოთ, ან ვის დააღროვინოთ, ეგეც რო აღარ გაგიგიათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩაკეტილი გაქვთ ეს ენერგიები. ой. არც იქანი, არც აქანეო, აი ამას ქვია. ეს. სადანა და მადანა. იმპერატორი ხართ. თქვენ კარგად მოუგრძელდით იმ იმპერიას, სადაც ხართ. სტატუსი გაქვთ, აღიარება გაქვთ, პატივისცემა გაქვთ, არჩება რამე პოსტიც ისეთი გეჭიროთ, რომ პატივს გცემდნენ საზოგადოება და თქვენს გარშემომყოფი ადამიანები, მაგრამ ეს ყველაფერი გარეგნული ფასადია, შინაგანაც ჩიხულ, არის ჩახმალულები ხართ და მოკლედ რაღაცას ძალიან ჩქარობთ, არ ვიცი, რა გეჩქარებათ მითხარით, რა და იმ თქვენი ფარული ქალის ნახვა. განახავთ მე მზად არის თქვენ სანახავად, არა. იმან ყველაფერი გადახაშა, ყველაფერს თავის სახელი დაარქვა და კარგად ახსოვს, რომ თვითონ ოკეანეში დასახჭობათაც მზად იყო, თქვენ კოჭს რომ არისველებდით წყალში, ისე რომ უკაცრავად. არა. დღეს არც ის არის თვალთ კარგად, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არის ის ადამიანი, რომ არა. რაც არ უნდა ის ხედავთ რომ თქვენ სტაბილურობაში ხართ, ახლა იმას ულ არ იცის რომ თქვენ აი ამ მდგომარეობაში რო ხართ. ხმას არ იღებთ და ახლა ის აღარც ფიქრობს აი იმისად რომ რაღაცები გამოიცნოს, აღარ აინტერესებს უბრალოდ რა.
აი, მოდი ახლა ეს რა არის ამობრუნებული სულელის არკანი, ანუ მთელი დასტა ამოვყარე და ახლა ამ მცირე დასტაში უახლოესი ენერგიები მითხარი ეს მამაკაცი ახლა ვინც მიყურებს რა სიზამს 7-იანი კვერთხებით დაიკავებს თავის ტრონს რაღაც სიზმრებსა და ფიქრებსა და ოცნებებში ისევ შეყვარებულია ისევ არ ვიცი თავის დულსინიას ეძებს მაგრამ რეალურად ის ქალიცი მივედი ბოლოს იმპერატრიცა დიდი ალბათობით მეგობრებო ეს ქალიც არ იყო თავისუფალი ან ახლა არ არის უკვე თავისუფალი ვისთანაც თქვენ ურთიერთობები გქონდათ შედეგი კი არა და გამოსავალი მითხარი იქნება რამე აღდგება ურთიერთობა რაღაც რა ის ურთიერთობა აღდგება გაყინულია ენერგიები არა ისიც დაკავებულია ისიც უკვე მას თავისი გადაწყვეტილება მიღებული აქვს აღარ გაგაპამპულებლავებიებთ თავს დაკიდებული მამაკაცის არკანი ტრანსფორმაცია კაიხას გაგრძელდება კიდე ეს ბედის ბორბალი რას მიჩვენებს აბამანახე რას უკავშირდება ძალის არკანი რას უკავშირდება მითხარი და ჯაჯმენტი სამი არკანი ერთად მაღალი არკანი არა ეს ქალი ვისაც თქვენ უყურებთ აბსოლუტურად სხვა საფეხურზეა უკვე ასული ეს ის გოგო აღარ არის შეიძლება უყვარდეთ, შეიძლება გიждდებოდეს და ის გრძნობა დავიწყებული არც კონდეს, მაგრამ სამაგეროდ ჭკუა აქვს უკვე მიცემული და ზუსტად იცის რომ ანუ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან და თუ შედიან, უბრალოდ მე უფრო კარგად იგებენ იმ ადამიანის ამბებს რა, როგორც ურავს, რას აკეთებს, რანაირად და კიდევ უფრო მეტ ასე ვთქვათ, ქვიშას ხედავენ იმ ადამიანის განზე დაყრილს. ასე რომ ეს უკვე გაძლიერებული, ეს უკვე სხვანაირი, სხვა ტიპის ქალია. სამსჯავროს არკანით მან უკვე ყველა კითხვას პასუხი გასცა, ყველა სიტუაციას თავისი სახელი დაარქვა და სულაც არ ფიქრობს, რომ ეს ციკლი დამთავრდა და მორჩა. მისთვის ეს არის, არა, ის უკვე სხვა მხარეს იყურება, სხვა მხარეს არის წასული. ყავს ვინმე გვერდით? კი. მას უკვე აღარ აინტერესებს. ну შეიძლება რაღაცა ესე ნოსტალგიის რომ დაგინახოთ რაღაცა ემოციები აღეძრას, მაგრამ ზუსტად იცის რომ თქვენ ძალიან ცუდად მოეკეცით და არ აქვს გარანტია. სამართლიანობის არკანით ის თვლის, რომ ის შორს უნდა იყოს, რომ ყველაფერი უკვე დანგრეულია და აღარ ღირს ამ ყველაფრის აღდგენა. არაფერს ცუდს არ გისურვებთ, დამიჯერეთ, არ არის ის ქალი, იმ ტიპის ქალი, რომელიც თქვენ რაღაცა ზიანს მოგიტანთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მესამე აღარ ვიქნები. აი ეს ენერგიები მომდის ნახეთ. მე არ ვარ ერთ-ერთი ვარიანტი. მე შემდგარი ისეთ საკუთარი თავის ფასი ისწავლა მოკლედ ამ ქალმა რა. ქალი, რომელიც თქვენს გვერდით იყო, საკუთარ თავს ვერ აფასებდა და თქვენგან წასვლის მერე ამ ქალმა საკუთარი თავის ფასი ისწავლა. და თვითონაც სტაბილურობაშია და აღარავის აღარ მისცემს უფლებას რა ამ მდგომარეობაში ჩააგდოს. რა ვქნა მეგობრებო, რასაც მიყვება ტარო, ყველა არკანი ამოვიღე აბსოლუტურად. ეს დიგაშლა მე მგონი მე ძალიან დიდი ხანია, ხა? რა ვიცი, მე მგონი ძალიან დიდი ხანია რომ არ მქონია რომ თლიანი დასტა ბოლომდე გამიშალა, მაგრამ აი თქვენთან რატომაც მოიტანა ესე რომ გაშლა დამჭირდა. კარგით. არ ვიცი, ვიმედოვნებ წაგადგებათ რამეში ეს ინფორმაცია რაც გავაჟღერე და დაგემშვიდობებით ნახვამდის.